მოგესალმებით პატრიციონო ტელემაყურებლებო. ტელეკომპანია აფხაზეთის ხმა აგრძელებს პირდაპირ რეპორტაჟს თბილისის სპორტის სასახლიდან, სადაც მიმდინარეობს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეორე წრის მეორე ტურის მატჩები. ახლა სულ ხანში დაიწყება მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს საკალათბურთო კლუბის სოხუმი და შსს აკადემია დაუპირისპირდებიან. საინტერესო მატჩი უნდა გამოდგეს. ამ მატჩების დაპირისპირება ბუნებრივია პირველ წრეშიც გაიმართა და პირველ წრეში შსს აკადემიამ სოხუმი 100-90 დაამარცხა და დარწმუნებული ვარ სოხუმელი კალათბურთელები შეეცდებიან რომ მეტოქეს რევანში აუღონ დღევანდელ შეხვედრაში. მინდა გითხრათ რომ რეპორტაჟს წარმოგიდგენთ ევროპაბეთი და მას თქვენთვის მე ირაკლი აბაშიძე გაუძღვები. რა შეიძლება კიდე ითქვას, დღევანდელ დღეს გაიმართა ჯერჯერობით დღევანდელ ტურში გაიმართა ერთი შეხვედრა. დინამომ ბათუმი ერსეუ გაანადგურა 72-48. მთელი თამაში წინ იყო თბილისის დინამო და ლოგიკურ დასრულამდეც მიიყვანა მატჩი. 16 ქულა ჰქონდა მილან ოლუიჩ, 19 ქულა ჰქონდა ფლილკაიმეს. ეს დინამოს შემადგენლობიდან რაც შეეხება ბათუმის შემადგენლობიდან 19 ქულა ჰქონდა ლაშა კეშელავას, რომელსაც 13-დან 5 სამქულიანი ჰქონდა ჩაგდებული და მეთანხმებით რომ ეს ძალიან კარგი შედეგია. დაიწყება სულ მალე შეხვედრა და ხუთეულობს გეტყვით. დავიწყოთ შსს აკადემიით. ლონდარიძე, დეონტა ვონი, არჩი ბეკი, ბენჟამინ რეიმონდი და მერაბ ბოქოლიშვილი. ცოტა უცნაურია ბენჟამინ რეიმონდის ხუთეულში გამოჩენა, მაგრამ როგორც წინა შეხვედრაში ბათუმთან მატჩი გიორგი სკესელიდისმა განაცხადა და ბენჟამინ რეიმონდი ასე ვთქვათ, ცდილობს რომ ფორმაში ჩადგეს და იგი მაქსიმალურად შეეცდება რომ დაეხმაროს შსს აკადემიის 44 ნომერს. რაც შეეხება სოხუმის ხუთეული ასე გამოიყურება: ირაკლი ჩლაიძე, ვახტანგ ქადარია, ნომერი 15 ახლა დაბრუნებული სხვათა შორის სოხუმში სერგო ათუაშვილი, 11 ნომერი ბეშქენაძე და ნომერი 10 გაზეტაშვილი. ეს არის ხუთეული. უკაცრავად რა თქმა უნდა ბატუბააკაშვილია, გაზეტაშვილი არ არის, გაზეტაშვილი სათადარიგოთა სკამზე იმყოფება და კიდევ ერთ კალათბურთელი ახალი სტოიაკოვიჩი იმყოფება სათადარიგოთა სკამზე. ახლახან დაიმატეს სოხუმის გუნდმა ეს კალათბურთელი და ვნახოთ როგორ გამოადგება ეს ზღვისპირულ გუნდს სერბი ლეგიონერი. სულ მალე დაიწყება შეხვედრა, პატარა ტექნიკური შეფერხებაა. პირველ წრეში ასევე ესეთი მატჩები გაიმართა ბათუმმა წააგო დინამოსთან, როგორც იცით, პირველი წრის ანგარიშებს გაგაცნობთ 53-69. ამ მატჩის შემდეგ დაიწყება მატჩი რუსთავსა და სამედიცინოს შორის და იმ შეხვედრაში პირველ წრეში რუსთავმა გაიმარჯვა 79-57. ხვალ გაიმართება სხვათა შორის ძალიან კარგი შეხვედრა და საინტერესო ქუთაისში არმია დაუპირისპირდება ქუთაისურ გუნდს. აქ სპორტის სასახლეში არმიამ 78-58 მოუგო ქუთაისს და ნახოთ ქუთაისი ალბათ აუცილებლად შეეცდება რევანშის აღებას და კიდევ ერთი მატჩი დღეს იქნება სტუდენტური დერბი თსეუსა და STU-ს შორის. ეს იყო პატარა პერიპეტიები ტურის შესახებ და პირველი ორი ქულა დღევანდელ შეხვედრაში კირკარჩი ბეკმა მოიპოვა, ძალიან კარგად ითამაშა ამერიკელმა ლეგიონერმა. ათუაშვილი და ჩააგდო ათუაშვილმაც ორმა ცენტრმა გახსნეს თავისი გუნდების ანგარიში. მერაბ ბოქოლიშვილი ათამაშებს ბურთს შსს აკადემიის შემადგენლობიდან, არჩიბეკმა ბლოკი დააყენა. ნახოთ როგორ შეუტევს აკადემია და დაჯარიმდა. პირველი ჯარიმა დღევანდელ შეხვედრაში შვანგირაძე დაჯარიმდა. გუნდების თავმჯდომარები ვაჟა კვარაცხელია, სოხუმის მთავარი მწვრთნელი და გიორგიოს კეცელიძის შესაბამისად შსს აკადემიის მთავარი მწვრთნელია. დეონტა ვონი შემოიტანა ბურთი, არჩიბეკს გადააწოდა მერაბ ბოქოლიშვილი. კარგად ითამაშა მერაბ ბოქოლიშვილმა, კარგი პასი და ლონდარიძემ ხელსაყრელი სიტუაციიდან ვერ მოახერხა, ორი ქულის ჩაგდება. არა და შეეძლო მას მისი გუნდის დაწინაურება. ამასობაში შვანგირაძემაც გააფუჭა სამქულიანი, პერიმეტრიდან ესროლა სოხუმის მე-11 ნომერმა, მაგრამ ვერ მოახერხა, ჩაგდება ლონდარიძე ისევ და ათუაშვილს აკიდა ჯარიმა. ნამდვილად სერგო ათუაშვილის პირველი პერსონალურია დღევანდელ შეხვედრაში. ლონდარიძე ესვრის ორ საჯარიმოს. ნახოთ, ლონდარიძე საერთოდ არ ესვრის, არც თუ ისე ცუდად ესვრის საჯარიმოებს და ნახოთ ამჯერად როგორ მოახერხებს იგი ამ შანსის გამოყენებას. პირველი ვერ ჩააგდო. ძალიან ხშირად ხდება რომ ორიდან ერთს აგდებს ხოლმე
ილია ლონდარიძე, რომელიც TSU-დან დაიმატა შირსს აკადემიამ. ჩააგდო მეორე, დიახ, რასაც საუბრობდი, 2-დან 1 საგდებს ძალიან ხშირად. ილია ლონდარიძე თითქმის ჩვევად აქვს მას ეს. რატი ბააკაშვილი ბურთით. დეონტა ვონი ეთამაშება ახალგაზრდა ქართულ გამთამაშებელს. ირაკლი ჩლაიძე, სოხუმის ლიდერი და ამოუვარდა ბურთი, არა და ენდვანი შეეძლო ჩლაიძეს ბურთის ჩაგდება. ირაკლი ჩლაიძე, რომელიც ლიდერობს ჩვენ ჩემპიონატს საშუალოდ ქულების მონაგარში. ახლა ჩლაიძე დადგება საჯარიმო ხაზზე. 3-2 იგებს შირსს აკადემია. მერაბ ბოქოლიშვილმა მიიღო პირველი პერსონალური შენიშვნა. ჩლაიძემაც ვერ ჩააგდო პირველი, საინტერესოა. ჯერჯერობით ვერ ახერხებენ გუნდები საჯარიმო ხაზიდან უბრიანად სროლას. ჯერ იყო და ლონდარიძემ გააფუჭა პირველი ნატყორცნი და ახლა ჩლაიძემაც მიბაძა თავის ვიზავის. მაგრამ ლონდარიძისგან განსხვავებით ჩლაიძე მეორე ბურთიც ააცილა, საინტერესოა, იშვიათად ხდება ხოლმე ეს. დეონტა ვონი აქტიურ დაცვას ეთამაშება, მას მერაბ რატი ბააკაშვილი, რა თქმა უნდა. ილია ლონდარიძე ბურთით, ქადარია ეთამაშება, არჩიბეკი, აქედან არც თუ ისე სახიფათოა კი არჩიბეკი, იგი უფრო სამწამიანშია სახიფათო. ილია ლონდარიძე დრო გადის, ნახოთ მოასწრებს გადაგდებას, მოასწრო, მაგრამ ვერ ჩააგდო და სწრაფი შეტევა რატი ბააკაშვილი ბურთით. შვანგირაძე, კლავ ბააკაშვილი გადააწოდა ისევ თავის თანაგუნდელს, გრიგოლ შვანგირაძე, ათუაშვილი სამიანს არ ეცვრის ალბათ. შვანგირაძე ეცვრის სამაგიეროდ და ამოუვარდა შვანგირაძეს. ათუაშვილმა მოხსნა ბურთი, იბრძოლეს სოხუმელებმა კლავ, ჩლაიძე ვერ ჩააგდო ვერჩლაიძემ და არჩიბერტზე დაჯარიმდა ირაკლი ჩლაიძე. და ქაოტურად შეუტიეს მოხსნის შემდეგ სოხუმელმა კალათბურთელებმა და ამან გამოიწვია ეს არეულობა აკადემიის სამწამიანში. ბოქოლიშვილი ბურთით შემოიტანს. ცოტა სწრაფად უნდა გააკეთონ ეს, რადგან 5 წამის წესი დაირღვევა, მოახერხეს აკადემიის კალათბურთელებმა მოსწრება ბურთის შემოტანის. დეონტა ვონი, ილია ლონდარიძე. როგორც ისეთ შირსს აკადემიის ამერიკელი ლეგიონერი ჩად პრიუეტი არის ტრავმირებული, მას კოჭი აწუხებს, ძალიან სერიოზულ ტრავმას გადაურჩა პრიუეტი და სულ დაბრუნდება პარკეტზე. ბენჟამინ რეიმონდმა აცილა ბურთი, მაგრამ კარგად მოხსნა კირკარჩიბეკმა და ასისტი ჩაიწერა, გადააწოდა ბურთი ილია ლონდარიძეს, რომელმაც თავის მხრივ ძალიან მარტივად და კარგად ესროლა ქვეშიდან და ჩააგდო 2 ქულა. ილია ლონდარიძეს 3 ქულა აქვს უკვე აქტივში. შვანგირაძე, ჩააგდო შვანგირაძემ. 5-4 იგებს შირსს აკადემია. გასულია 3 წუთი. ნახოთ, როგორ წარიმართება დღევანდელი შეხვედრა. წესით უნდა იყოს დაძაბული მატჩი. წინა წრეშიც არ იყო, ასე ვთქვათ, ცუდი შეხვედრა, მაგრამ შირსს აკადემიამ კლასის ხარჯზე მოახერხა სოხუმის დამარცხება. მერაბ ბოქოლიშვილი შევიდა და მასზე დაჯარიმდნენ. ვახტანგ ქადარია დაჯარიმდა, ეს მისთვის პირველი პერსონალურია, უკვე 4 გუნდური ჯარიმა აქვს სოხუმს. რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი შემდეგი ჯარიმა იქნება სასროლი და საჯარიმო ხაზზე დადგება შირსს აკადემიის კალათბურთელი. ამასობაში მერაბ ბოქოლიშვილი დგას საჯარიმო ხაზზე, ნახოთ. ჩააგდებს თუ არა, პირველი ვერ ჩააგდო. როგორც უკვე აღნიშნე, ვერ ესვნიან ჯერჯერობით. ვერც თამაშიდან და ვერც საჯარიმო ხაზიდან. ვერც ერთი გუნდის კალათბურთელები კარგად. მერაბ ბოქოლიშვილმა მეორეც ვერ ჩააგდო, სერგო ათუაშვილმა მოხსნა. ბააკაშვილი. ახლა ჯერჯერობით ვერ გაიხსნა ვერავინ, კარგად ჩლაიძე. ქადარიას გადააწოდა ბურთი, შვანგირაძე. ჩლაიძე კლავ, დრო გადის და კარგად ითამაშეს დაცვაში აკადემიის კალათბურთელებმა, ვერ მოასწრეს სოხუმელებმა ბურთის კალათისკენ სროლა და მოიწურათ 24 წამის წესი. ბურთი გადავიდა აკადემიისკენ, რა თქმა უნდა. არჩიბეკი, ლონდარიძე, საშუალოს არ ესვრის. კარგი პასი დეონტა ვონზე, ყოჩაღი ილია ლონდარიძე ძალიან კარგად გამოიყურება. და დეონტა ვონმა ჩააგდო 2 ქულა, 7-4.
ათუაშვილი დეონტავონი ბურთით სწრაფი შეტევა აღარ გამოვიდა სოხუმელებმა ითამაშეს დაწვაში კარგად ლონდარიძე და ჩააგდო ილია ლონდარიძემ როგორც უკვე აღნიშნე ძალიან კარგად გამოიყურება აკადემიის მე-9 ნომერი უკვე მის აქტივში 5 ქულაა ერთი შედეგიანი გადაცემაც გააკეთა ილია ლონდარიძემ და ძალიან კარგად გამოიყურება ირაკლი ჩლაიძის სამქულიანი ჩააგდო ძალიან საჭირო სამქულიანი იყო მისი გუნდისთვის 9-7 ჩლაიძის სამქულიანი ძალიან კარგად ითამაშა ირაკლი ჩლაიძემ და აი სოიაკოვიჩი ემზადება შემოსასვლელად სერბი ლეგიონერი პირველად შემოვა დღევანდელ შეხვედრაში და ზოგადად სოხუმის მაისურით პირველად ითამაშებს დღეს დეონტავონი ნახავთ მას საქმეში ნახოთ სოიაკოვიჩი როგორ გამოიყურება და რადონის კალათბურთელია როგორ კალათბურთს თამაშობს ზოგადად და ნახოთ რატი ბააკაშვილი ძალიან ცუდი პასი გააკეთა რატი ბააკაშვილმა მერაბ ბოქოლიშვილი ყავ თავად შევიდა და ძალიან კარგად ითამაშა 11-7 შეიძლებოდა გადაცემის გაკეთებაც მაგრამ მერაბ ბოქოლიშვილი საკუთარ თავში დარწმუნებული იყო შევიდა და მარტივად მოიპოვა 2 ქულა და აი სტოიაკოვიჩი შემოვიდა რატი ბააკაშვილიც ნაცვლად რომელმაც ჯერჯერობით ვერ ჩაატარა მთლად კარგი პირველი მეოთხედი ნახოთ როგორ გამოიჩენს თავს სტოიაკოვიჩი ირაკლი ჩლაიძე შემოიტანს ბურთს 11-7 4 წუთი და 29 წამია პირველი მეოთხედის დასრულებამდე გიორგიოს კეცელიძის თქვენს ეკრანებზე შს აკადემიის დამრიგებელი იყო სულ ცოტა ხნის წინ ეკრანზე ქადარია დაჯარიმდა შეტევაში იდაყვი მოარტყა ილია ლონდარიძეს ბაში და აქვე ცვლილებას განხორციელდება კოპალიანი შემოვა ვახტანგ ქადარიას ნაცვლად რომელმაც უკვე 2 პერსონალური შენიშვნა მიიღო დეონტავონი ბურთით შეგახსენებთ რომ რეპორტაჟს წარმოგიდგენთ ევროპა ბეთი არჩიბეკი ათუაშვილი ეთამაშება კარგ დაცვას ლონდარიძე ნახოთ ამასაც ჩააგდო ილია ლონდარიძე ყოჩა წინვალე ფორმაშია ილია ლონდარიძე თასის ფინალშიც გახსოვთ ძალიან მაგრად ითამაშა მან ოლიმპთან დაპირისპირებაში და ახლაც ძალიან კარგად გამოიყურება ირაკლი ჩლაიძე ძალიან კარგად ითამაშა არჩიბეკმა შეძლო ბურთზე შეხება მაგრამ მაინც ვერ მოახერხა დაფარება ილია ლონდარიძე რაღაც იტკინა ყველაფერი წესრიგშია და განახტება შეხვედრა დეონტავონი ბურთით 13-9 შს აკადემია 4 ქულას იგებს მის პოზიცია ისევ მისია გონი არჩიბეკი ბენჟამინ რეიმონდი გაუშვა ბენჟამინ რეიმონდმა ვერ ჩააგდო ჯერჯერობით ვერ შეეწყო ეს კალათბურთელი შს აკადემიას ნუ თვალშისაცემია მისი წონაც და ნახოთ რამდენად შეძლებს იგი ფორმის აღდგენას აკადემიაში და რამდენად დაეხმარება გუნდს პლეიოფში რა თქმა უნდა თუ გავა აკადემია პლეიოფში ნუ მე თითქმის დარწმუნებული ვარ რომ გავა მაგრამ ნუ მაინც მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ ბოქოლიშვილმა მეორე პერსონალური შენიშვნა მიიღო და მიხეილ ჩიტაშვილი შემოვა მაგრამ ბოქოლიშვილი არა ბენჟამინ რეიმონდი დაისვენებს ბუნებრივიც არის რეიმონდმა ვერ მოახერხა როგორც უკვე აღნიშნე კარგად ადაპტირება როგორც დღევანდელ შეხვედრაში ასევე ზოგადად აკადემიის შემადგენლობაში სპირიდონ ნოტისი დაიმატა სხვათა შორის შს აკადემიამ ბერძენი ცენტრი გიორგიოს კეცელიდისის თილისმაც წოდებული ასე ვთქვათ და ნახოთ იგი დაემატება გუნდს მარტში კონტრაქტზე უკვე მოწერილი აქვს ხელი და როგორი ძალა იქნება აკადემიისთვის გამოჩნდება ეს ძალიან კარგად თამაში სერგო ათუაშვილმა საშუალო ჩააგდო კირკ არჩიბეკი ბურთით და ჯარიმა შეტევაში კი ჯარიმა შეტევაში იყო ნამდვილად 13-11 ხარა და გიორგიოს კეცელიძის ბურთის ჩათვლას თხოვდა მაკა კუბატაძეს დღევანდელი
მატჩის ერთ-ერთ მსარჯს, ასევე მასთან ერთად გურამ მიქელაძე და ზაზა მაჩალაძე არიან დღევანდელი მატჩის არბიტრები. კეცელიდიც ეგონა რომ დაცვაში დაჯარიმდა სოხუმი, მაგრამ არა არჩიბეკმა შეტევაში მიიღო პერსონალური ფოლი, ეს მისთვის პირველი პერსონალურია სტოიაკოვიჩი. ძალიან კარგად შემოატარა ეხა მცველს ბურთი, მაგრამ ვერ ჩააგდო. და სოხუმ კალათბურთელებს მოხვდათ ბოლოს ბურთი და ჩიტაშვილი დაიწყებს აკადემიის შეტევას. 2 წუთი და 10 წამი არის მატჩის პირველი მეოთხედის დასრულებამდე საინტერესო მატჩს ვადენებთ. თვალყურს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეორე წრის მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა და ლონდარიძეს ენდვანი არ ჩაუვარდა, არა და ძალიან ახლოს იყო სამქულიან შეტევასთან ილია ლონდარიძე. როგორც გითხარით, უკვე ორივე გუნდს ამოწურული აქვს ლიმიტი საჯარიმოების მხრივ და ყოველი შემდეგი ჯარიმა იქნება სასროლი. ორივე გუნდის მხრიდან ილია ლონდარიძემ პირველი საჯარიმო ჩააგდო 14-11 და 14 ქულიდან 8 ქულა ეკუთვნის ილია ლონდარიძეს. მეორე ჩააგდო ილია ლონდარიძემ 9 ქულამდე გაზარდა მისი აქტივი აკადემიის მე-9 ნომერმა და ჯარიმა შეტევაში. შეტევაში სტოიაკოვიჩი დაჯარიმდა. ეტყობოდა თავიდანვე სტოიაკოვიჩს, რომ ცოტა ხისტად ეთამაშებოდა მერაბ ჩიტაშვილს, მაგრამ არ არის ეს თამაში საჭირო ნამდვილად. ლონდარიძემ ბლოკი დააყენა, მაგრამ თავადვე მიიღო ბურთი არა და ვონზე აპირებდნენ შეტევის წარმართვას აკადემიის კალათბურთელები. ჩიტაშვილი 6 წამი შეტევის დასრულებამდე ჩიტაშვილი 3-იანს ესვრის, არა. სუდად ატარა ბურთი და დაჯარიმდა. და პასი უნდა გაეკეთებინა, მე მგონი და ამაზე ნიუთითა სწორედ გიორგიოს კეცელიდისმა თავის გამთამაშებელს. ასე თუ ისე აკადემიამ შეტევა ვერ გამოიყენა 15-11 ანგარიში, 25 წამი მატჩის პირველი მეოთხედის დასრულებამდე. სუდი გადაცემა გააკეთა სტოიაკოვიჩმა. ვერ გაუგეს მან და შვანგირაძემ ერთმანეთს. და წუჩესვენება აიღო სოხუმმა. ვაჭა კვარაცხელიამ გადაწყვიტა რომ გაესაუბროს თავის კალათბურთელებს და რაღაც ტაქტიკა დაალაგოს, ასე ვთქვათ. ნახოთ რამდენად გამოუვა მას ეს ყველაფერი. საინტერესოა რომ არჩიბეკს მოკოლიშვილს და ვონს აქვს 2 ქულა, ამ სამ კალათბურთელს და ლონდარიძეს აქვს 9 ქულა, რაც არის ძალიან ბევრი. გამეთანხმებით ალბათ. რაც შეეხება სოხუმელთა მონაგარს, ჩლაიძეს აქვს 5 ქულა, 4 ქულა აქვს სერგო ათუაშვილს და 2 ქულა აქვს გრიგოლ შვანგირაძეს. ეს არის სოხუმელთა მონაგარი. აი ანგარიშია თქვენს ეკრანებზე 15-11 შსს აკადემია. არის წინ ბურთი აკადემიას აქვს. სოხუმი. ილია ლონდარიძე შემოიტანს ხაზიდან, გვერდი ხაზიდან ბურთს, ჩიტაშვილი, ლონდარიძე, ვონი, ბექაური, რომელიც პირველად შემოვიდა დღევანდელ შეხვედრაში და არჩიბეკი. ეს არის აკადემიის ხუთეული და რა კარგი ალეუპი იყო. უბრალოდ ცოტა სიძლიერე დააყდა ჩიტაშვილის პას და ბექაური ჩატენინდა. ჩიტაშვილი შევიდა და დაჯარიმდნენ მასზე. კარგი ალეუპი იყო ნამდვილად, მაგრამ ცოტა სიზუსტე დააყდა. რაც შეეხება სოხუმის ხუთეულს, ჩლაიძე, სტოიაკოვიჩი, ყოპალიანი, დეკანოიძე და სერგო ათუაშვილი, რომელიც ძალიან პირველი ვერ ჩააგდო მიხეილ ჩიტაშვილმა. თქვენს ეკრანებზე იყო ვაჟა კვარაცხელია. მეორე ჩააგდო 5 ქული წინ გავიდა შსს აკადემია 16-11. ძალიან კარგი იქნება თუ ქულა-ქულაში წავა თამაში და ბოლომდე დაძაბული იქნება და ინტრიგა შეინარჩუნებს და სამწუხაროდ
ჩვენ არ ვართ მიჩვეულები ჩვენს ჩემპიონატში რაღაც ეს ქულა-ქულაში თამაშს და სტოიაკოვიჩის სამქულიანი. ბოშკო სტოიაკოვიჩის პირველი ქულები სოხუმის შემადგენლობაში და საქართველოს სუპერლიგაში 14-16 ძალიან საჭირო სამქულიანი იყო სხვათა შორის. და მე ვსაუბრობდი ჩვენს ჩემპიონატზე, არ ვართ მიჩვეული რაღაც ქულა-ქულაში თამაშს და დაძაბულ თამაშებს, მაგრამ აი ეს მატჩი ამაც ერთ პირი უჩანს რომ ასეთი იქნება ზუსტად და ქულა-ქულაში წავა და ბოლომდე ექნება ინტრიგა მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრას. ათუაშვილი ბოშკო სტოიაკოვიჩი ვერ ჩააგდო, ცოტა იჩქარა. არ შეეძლო პასის გაკეთება. ჩიტაშვილი, არჩიბეკი, დეონტავონი მოასწრებენ არა, ყოჩაღ დეკანოიძეს დააფარა და ბურთი დარჩა ვის? აკადემიას და ტაიმაუტი აიღო გიორგიოს კეცელიდისმა, ალბათ დაუხაზავს და შეეცდება რომ მაქსიმალურად გამოიწვიოს ეს წამი. კეცელიდისმა 16-14 იგებს შსს აკადემია. მიხელ ჩიტაშვილი აქვს 1 ქულა, ვონს, ბოკოლიშვილს და არჩიბეკს აქვს 2 ქულა და 9 ქულა აქვს ლონდარიძეს. სოხუმელებს რაც შეეხება 3 ქულა აქვს. სტოიაკოვიჩს 5 ქულა აქვს, ჩლაიძეს 2 ქულა აქვს, შვანგირაძეს და 4 ქულა აქვს სერგო ათუაშვილს. აი განმეორებით ეს მომენტი დეკანოიძის ბრწყინვალე ბლოკშოტი ჩამოხსნა ჰაერიდან დეონტავონი. სხვა მონაცემებს რაც შეეხება მოხსნებია აი სოხუმის ძალიან საინტერესო გულშემატკივარი მობილიზებულია და გულშემატკივრობს თავის გუნდს. ძალიან საინტერესო აღჭურვილი ეს ადამიანი, როგორც ყოველთვის არ ღალატობს თავის სტილს ყველა მატჩში ძალიან კარგად და უმახიანად გულშემატკივრობს სოხუმს. მოახერხა აკადემიამ ბურთის გაშვება, აკაკი ლომოურმა გააკეთა ეს, მაგრამ ვერ ჩააგდო. დასრულდა მატჩის პირველი მეოთხე ძალიან საინტერესო მატჩი. ვახსენებთ რომ საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ჩვენებას აფხაზეთის ხმაზე წარმოგიდგენთ ევროპა ბეთი. განახდება სულმალე შეხვედრა, როგორც უკვე გითხარით, 16-14 იგებს შსს აკადემია. ძალიან საინტერესო პირველი მეოთხედის მომსწრენი გავხდით და იმედი დავიტოვოთ, რომ ორივე მეოთხედი ასევე საინტერესო იქნება. მეორე მეოთხედი უпростоრეთ ასევე საინტერესო იქნება. როგორც უკვე გითხარით, ილიან ლონდარიძეს აქვს ბრწყინვალე მატჩი 9 ქულა აქვს შსს აკადემიის მე-9 ნომერს. განახდება მეორე მეოთხედი, ასევე გამოიყურება ხუთეულები, სტოიაკოვიჩი, დეკანოიძე, კოპალიანი, ჩლაიძე და ათუაშვილი, რაც შეეხება აკადემიას, ბოკოლიშვილი, არჩიბეკი, ლონდარიძე, ლომოური და დეონტავონი. სტოიაკოვიჩი, ჩლაიძე, 2 ქულა სხვაობა, 16-14 აკადემია იგებს. დეკანოიძე, კარგად ითამაშა, სტოიაკოვიჩი, ათუაშვილი დატვირთვეს, კოპალიანმა შემოურბინა და ჯარიმა შეტევაში. კი, ნამდვილად იყო იდაყვი მოარტყა სახეში სერგო ათუაშვილმა კირკ არჩიბეკს. ათუაშვილი მეორე პერსონაჟი. რაც უნებრიო წესებით აკრძალულია.
დეონტავონი. წინა ტურში როდესაც განახლდა სეზონი და მეორე წრე აკადემიამ მოიგო მატჩი გასვლაზე ბათუმში დიდი სხვაობით, რაც შეეხება სოხუმს, სოხუმი პირიქით დამარცხდა აქ თბილისის სპორტის სასახლეში 82-79 ოლიმპთან. ჩააგდეს აკადემია კირკარჩიბეკმა, კერძოდ ჩააგდო ეგრეთ წოდებული ბაზერბითერი და აჯობა სირენას შეტევას დრო, ასე ვთქვათ, თავდებოდა, მაგრამ უახერხა არჩიბეკმა და სირენასთან ერთად მოათავსა ბურთი კალათში. მაგრამ აქ მისმა ვიზავიმ სერგო ათუაშვილმაც არ დააღალატა თავისი გუნდი და თავის მხრივ მოიპოვა 2 ქულა, საშუალო ჩააგდო ქართველმა გიგანტმა, რომელიც ახლახანს დაბრუნდა. შეგახსენებთ სოხუმში მერაბ ბოქოლიშვილი, ჩააგდო მერაბ ბოქოლიშვილმა კიდევ ერთი ბაზერბიტერი, საინტერესოა. ძალიან კარგად თამაშობენ დაცვაში სოხუმელი კალათბურთელები 23 წამის განმავლობაში, მაგრამ ბოლო წამს რატომღაც მოდუნდებიან ხოლმე და ორი შეტევა ზედიზედ სირენასთან ერთად ჩაუგდო აკადემიამ ბურთი. სტოიაკოვიჩი. შევა სტოიაკოვიჩი, ჩააგდო სტოიაკოვიჩმა ძალიან კარგი მოძრაობით. მოახერხა სერბან ლეგიონერმა ბურთი ჩაგდება 18-20. 5 ქულა აქვს სტოიაკოვიჩს. ლონდარიძე, დეონტავონი. ლომოური, იცის ლომოურმა სამქულიანი სროლა, მაგრამ ამჯერად არ ესროლა. დრო გადის შეტევის. აი კვლავ ესეთ დაცვაზე ვსაუბრობ. ბოქოლიშვილმა გაუშვა, ვერ ჩააგდო. აი ესეთ დაცვა უნდა ეთამაშოს ყოველთვის. შსს აკადემიას სოხუმა თუ უნდა ზღვისპირულ გუნდს წარმატების მიღწევა დღევანდელ მატჩში. ირაკლი ჩხლაიძე სამქულიანი. არა და შეეძლო ირაკლი ჩხლაიძეს თავის გუნდის დაწინაურება. არჩიბეკი, ლონდარიძე, წყინვალე პასი არჩიბეკის, ლონდარიძემ ხელსაყრელი სიტუაციიდან ვერ ჩააგდო ბურთი, მაგრამ ბოქოლიშვილმა მოახერხა დამატება და მაინც მოუპოვეს ქართველმა დუეტმა, ასე ვთქვათ, აკადემიას 2 ქულა. ჩხლაიძე შემოიტანს ბურთს გვერდითი ხაზიდან. კომბინაციას აჩვენა. სტოიაკოვიჩი ბურთით. ქადარია ემზადება მოედანის დასაბრუნებლად, 2 პერსონალური აქვს ქადარიას. დეკანოიძემ გაუშვა, ამოუვარდა დეკანოიძესაც. 2 სამქულიანი ზედიზედ ამოუვარდათ. კირკარჩიბეკი და მე იმედი მქონდა რომ ჩატაინდა არჩიბეკი, მაგრამ პლეიაფით გადაწყვიტა შეტევის დასრულება ამერიკელმა ცენტრმა. 6 ქულა სხვაობა სხვათა შორის უკვე 6 ქულით უგებს, 4 ქულით უგებს უფრო სწორედ მეოთხეც, მეორე-მეოთხეც ჯერჯერობით. აკადემია სოხუმს და ირაკლი ჩხლაიძე მითამაშა წყინვალე, ძალიან კარგად შევიდა ჯარიმით მომათავსა ბურთი კალათში. 20-24 და საჯარიმო ხაზზე დადგება ჩხლაიძე. მერაბ ბოქოლიშვილი 3 პერსონალური აქვს უკვე, რაც ძალიან ბევრია და ანთაძე ემზადება შემოსასვლელად მოედანზე. პირველად შემოვა გიორგი ანთაძე მოედანზე. მერაბ ბოქოლიშვილი გავიდა, რომელსაც 3 პერსონალური დაუგროვდა უკვე. ძალიან კარგი სეზონი აქვს მერაბ ბოქოლიშვილს, წყინვალედ გამოიყურება ქართველი კალათბურთელი. ირაკლი ჩხლაიძე. ჩააგდო ირაკლი ჩხლაიძე. დეონტავონი. აკაკი ლომოური. ჩააგდო აკაკი ლომოურმა წყინვალედ ითამაშა. მარტო დატოვეს აკადემიის მე-20 ნომერი, მაგრამ კარგად ითამაშა ლომოურმა და ჩააგდო ბურთი 26-21 5 ქულა სხვაობა სოხუმის არის ბურთი. გაუშვა ათუაშვილმა და სამქულიანი ჩააგდო სერგო ათუაშვილმა. საინტერესოა 2 და 24 არის ადამიანი ცენტრი და მოახერხა სამქულიანის ჩაგდება საჭირო დროს. 26-24 ლონდარიძე ძალიან კარგად გაათამაშეს ბურთი აკადემიის კალათბურთელებმა. კვლავ ლონდარიძე შევა და ვერ ჩააგდო. ცუდად ისროლა ლონდარიძემ. ჯარიმას ითხოვდა, მაგრამ არ დაფიქსირდა სტოიაკოვიჩი. ათუაშვილი.
ჩლაიძეს ძალიან კარგი პასი გაუკეთა, ჩლაიძემ ვერ ჩააგდო და სწრაფი შეტევა დეონტავონი ბურთით. არჩიბეკი და ვერ ჩააგდო ვერც არჩიბეკმა. ნუ სამი შეტევაზე ზედ ორივე გუნდის კალათბურთელი ითხოვს ჯარიმას, მაგრამ არც ერთზე არ ფიქსირდება. საინტერესოა დეკანოიძე. კარგი თამაში წავიდა ნამდვილად 26-24 აკადემია წინ ჯერჯერობით. ბოშკო სტოიაკოვიჩის სამქულიანი ვერ ჩააგდო. ვერ ახერხებს სოხუმი ანგარიშის გათანაბრებას. არა და კარგა ხანია ანგარიში გაიყინა 26-24-ზე ანთაძე. ათუაშვილმა კარგი დაცვა ითამაშა. ირაკლი ჩლაიძემ, ნახოთ ამჯერად მაინც თუ შეძლებს. ჩლაიძე და ორი ბურთი ორქულიანი ითვლება. ორქულიანი ითვლება. ენდუანი ჩააგდო ჩლაიძემ, ზედიზედ მეორედ ბურთი და ანგარიში გაათანაბრა. და წინ გასვლის შანსი აქვს სოხუმს. 26-26 ანგარიში, როგორც უკვე გითხარით და ეხა შესაძლოა წინ გავიდეს სოხუმი ანთაძე გამოვიდა და რევაზ როგავა შემოვიდა პირველად დღევანდელ შეხვედრაში მოედანზე. აი განმეორებით რევაზ ანთაძემ დამავალ ბურთს შეეხო რევაზ ანთაძე და ეს რა თქმა უნდა წესებით აკრძალულია. მაგრამ ჩლაიძემ ძალიან ცუდად ესკვლოდა და ვერ ჩააგდო. საჯარიმო არა და შანსი ჰქონდა მას რომ სოხუმი პირველად დღევანდელ შეხვედრაში დაეწინაურებინა. მართალი ერთი ქულით, მაგრამ მაინც როგავა მარტო დატოვეს სამქულიანი არის რომ როგავამ შევიდა ლონდარიძეს გაუკეთა პასი და ათუაშვილმა ითამაშა დაცვაში ძალიან კარგად. ჩლაიძე ორქულიანი ვერ ჩააგდო ჩლაიძემ ძალიან ხელსაყრელი სიტუაციიდან. არა და ირაკლი ჩლაიძეს აქვს შესვლა ნამდვილად და შეუძლია ფარკვაშიდან ბურთის ჩაგდება, მაგრამ ამჯერად ვერ მოახერხა ეს ირაკლი ჩლაიძემ. ათუაშვილმა სამქულიანი გაუშვა და ჩააგდო. ზედიზედ მეორე სამქულიანი სერგო ათუაშვილმა. მოათავსა კალათში საოცრება ხდება ნამდვილად 29-26 სერგო ათუაშვილის ორი სამქულიანი. როგავა გაათანაბრებს ანგარიშს, ვერ გაათანაბრა. ლომოურმა მოხსნა. აღფრთოვანებული ვარ ათუაშვილის თამაში 12 ქულა აქვს სერგო ათუაშვილს. ლომოური ჩააგდო ლომოურმა გაათანაბრა ანგარიში. რა დღირს ათუაშვილის ორი სამქულიანი ვნახეთ უკვე. გამოგვივიდა მატჩი მე მგონი ცენტრალური მატჩი შედგა. ამ ხელაკაცი ორ სამქულიანს ჩააგდებს. წინვალ შედეგია. ბიჯეი რეიმონდი დაბრუნდება. ილია ლონდარიძის მაგივრად, აი. განმეორებით სერგო ათუაშვილი და ჩააგდო. სამქულიანი. წინვალე მომენტი. სტოიაკოვიჩი. სამქულიანი გაუშვა, ძალიან ცუდად ესროლა სტოიაკოვიჩმა. ვონი. რეიმონდი უნდა ჩააგდო სამკალათბურთელმა, რაღაც ვერ ჩააგდო. ლომოურმა წინვალედ ითამაშა. 31-29 შსს აკადემია მაინც წინ გავიდა. მიუხედავად სერგო ათუაშვილის ორი სამქულიანისა, მაინც ორქულიანი უპირატესობა აქვს აკადემიის გუნდს და ტაიმაუტი აიღო ვაჟა კვარაცხელიამ. ნახოთ რა კორექტივებს შეიტანს სოხუმის მთავარმწვრთნელი მისი გუნდის თამაში. 12 ქულა აქვს სერგო ათუაშვილს, 10 ქულა აქვს ირაკლი ჩლაიძეს, 5 ქულა აქვს სტოიაკოვიჩს და 2 ქულა აქვს შვანგირაძეს. ეს არის სოხუმის მონაგარი. რაც შეეხება შსს აკადემიას, შსს აკადემიის მონაგარი ასე გამოიყურება. 1 ქულა აქვს ჩიტაშვილს, 2 ქულა აქვს ვონს, 6 ქულა აქვს მერაბ ბოკოლიჩვილს და კირკ არჩიბეკს, 7 ქულა აქვს აკაკი ლომოურს და 9 ქულა აქვს ილია ლონდარიძეს. აი სერგო ათუაშვილი თქვენს ეკრანებზე და ასევე მის თანაგუნდელები, რომლებიც ძალიან ყურადღებით უსმენენ ვაჟა კვარაცხელიას, რომელიც კომბინაციას უხადავს თავის კალათბურთელებს. 31-29 ძალიან საინტერესო მატჩი ვალდენოთ თვალყურს. დავაი ე. მოდი. 3-4 სოხუმი. ანახტება შეხვედრა 3 წუთი და 38 წამი მატჩის პირველი ნახევრის დასრულებამდე და შსს აკადემია სოხუმი ტურის ცენტრალური შეხვედრა. და ჯერჯერობით ამართლებს სახელს ეს მატჩი. იმიტომ რომ ძალიან დაძაბული და საინტერესოა. დაჯარიმ და აკაკი ლომოური. საინტერესოა. არა და შესაძლოა 5 წამის წესით დაერღვიათ. სოხუმის კალათბურთელს ბურთის თავის დროზე ვერ შემოტანისთვის. მაგრამ ლომოურმა თამაშის წესები დაარღვია. ჩვენთვის გასაკვირია ძალიან. როგორ მოახერხა ეს?
4 გუნდური ჯარი მაქვს უკვე ჟსს აკადემიას. ერთი მხოლოდ სოხუმს. ათუაშვილი, რომელიც ჯერჯერობით აშკარად ჯობნის კირკარჩიბეკს. დეკანოიძე სამქულიანი გაუშვა, ვერ ჩააგდო. და არჩიბეკმა მოხსნა ბურთი. დეონტავონი თავად შეუტია საშუალოდან, ვერ ჩააგდო, იჩქარა დეონტავონმა აშკარა და ბურთი დარჩა სოხუმს. ბურთი დარჩა სოხუმს. აჯა კვარაცხელია თქვენს ეკრანებზე. დეკანოიძე. ათუაშვილი აღარ ესვს მე მგონი სამქულიანს ჯერჯერობით. არა და 2-დან 2. 100%-იანი მაჩვენებლით ესვს ათუაშვილი ამასობაში ბოშკო სტოიაკოვიჩი ბრწყინვალედ ითამაშა. ძალიან კარგად ჩაერთო ეს კალათბურთელი თამაშში და 7 ქულა აქვს უკვე თავის სადებიუტო მატჩში 31-31 ანგარიში. ფრეა. ლომოური სამიანი ვერ ჩააგდო აკაკი ლომოურმა. სერგო ათუაშვილმა მოხსნა ბურთი, ბენჟამინ რეიმონდმა იბრძოლა, მაგრამ მისი ხელიდან დატოვა ბურთმა მოედანი და სოხუმელები განაახლებენ შეხვედრას 31-31 ანგარიში. სტოიაკოვიჩი, შლაიძე. თავად უტევს. სამქულიანი გაუშვა შლაიძემ, ვერ ჩააგდო, ლომოურმა მოხსნა. ვონი, სამქულიანი, ვერ ჩააგდო ვონმა, არა და სულ მარტო იყო, ათუაშვილმა მოხსნა ბურთი სტოიაკოვიჩი. გარბენი, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი ნაბიჯი გააკეთა. სოხუმის ახალმა კალათბურთელმა, ლეგიონერმა სტოიაკოვიჩმა. ისევ აკადემია ბურთით. რეიმონდი, ლომოური. რეიმონდი, არჩიბეკი. ესეთი ბურთი უნდა ჩააგდოს მე მგონი და ძალიან ცუდი პასი გააკეთა ქადარიამ. ესეთი პასი არ უნდა გააკეთოს წესით. იჩქარა რა თქმა უნდა. სტოიაკოვიჩი გავიდა. დაისვენებს სერბი ლეგიონერი დებიუტი შედგა ნამდვილად, პირველი შთაბეჭდილება კარგი იყო, 7 ქულა აქვს სტოიაკოვის და მთელი 2 მეოთხედი არის წინ. ვონი, რეიმონდი, ლომოური სამქულიანი, ჩააგდო აკაკი ლომოურმა. 34-31 ანგარიში. აკადემია სამქულას იგებს. ბააკაშვილი. დეკანოიძე. ქადარია. რატი ბააკაშვილი. არჩიბეკმა ითამაშა კარგი დაცვა და დეონტავონი მოიპოვებს აუცილებლად 2 ქულას. კი, კარგად ითამაშა დეონტავონმა. 36-31, 5 ქულა გაიქცა აკადემია, 5-0 გაქცევა. საოცარი გადაცემა გაუკეთა ირაკლი შაიძემ ახლა სერგო ათუაშვილს. არა და ძალიან ახლო თამაში იყო, მაგრამ 5 ქულა გაქცევა აქვს, 5 ქულიანი აკადემიას და კიდევ შანსი აქვს რომ გაზარდოს თავის უპირატესობა. დოგავა, ვონი, არჩიბეკი, ლომოური, სეტევის დრო გადის. ვონი, ვერ ჩააგდო ვონმა და ბურთი დარჩა აკადემიას. და ბოლო შეტევა იქნება ჟსს აკადემიის სავარაუდოდ. ბურთი დარჩა აკადემიას და ტაიმაუტი აიღო გიორგიოს კეცელიდისმა ჟსს აკადემიის მთავარმა მწვრთნელმა. ბოლო შეტევა უნდა რომ გამოიყენოს. უნებრივია და თავის გუნდი უფრო მეტი ჰანდიკაპით გავიდეს წინ. ეს ეკრანებზე გიორგიოს კეცელიდის. ოცდათექვსმეტ-31 10 ქულა აქვს აკაკი ლომოურს. ბენჩი და მშვენივრად შემოვიდა ქართველი კალათბურთელი. 9 ქულა აქვს ილია ლონდარიძეს.
10 ქულა აქვს სოხუმის შემადგენლობიდან ჩლაიძეს, 12 ქულა აქვს სერგო ათუაშვილს და 7 ქულა აქვს ბოშკა სტოიაკოვიჩს, ლეგიონერს. სოხუმისა 5 ქულიანი სხვაობა აკადემიის შეტევა. ნახოთ, როგორ შეძლებს ამ შეტევის გამოყენებას შსს აკადემია. რა ხუთეულით გამოვა ვონი, ლომოური, ლონდარიძე, არჩიბეკი და ბექაური ეს არის აკადემიის ხუთეული, ქადარია, ჩლაიძე, ბააკაშვილი, დეკანოიძე და ათუაშვილი ეს გახლავთ სოხუმის ხუთეული გადაარჩინა ლომოურმა ბურთი. ვონი ხაზზე დადგა ვონმა ბურთის აუცრება და ბურთი დარჩა სოხუმს 6 წამი შეტევისთვის. ჩიტაშვილი და როგავა შემოვლენ მოედანზე. ვონი და ლომოური დაждდნენ. და ბოკოლიშვილი შემოვა ასევე ბექაურით ნაცვლად დაცვაში სულ სხვა შემადგენლობით ითამაშებს აკადემია. ჩლაიძე უნდა იჩქაროს ჩლაიძემ. გარბენი. კი. გარბენი იყო ნამდვილად. 2 წამი დარჩა მატჩის პირველი ნახევრის დასრულებამდე. ბრწყინვალე შეხვედრას ვადევნებთ თვალყურს როგორც არ უნდა დამთავრდეს. ბოკოლიშვილი დაკინაღამ ჩააგდო ცენტრიდან. რა ბურთია მოუვარდა მერაბ ბოკოლიშვილს ახლა საოცრება მოხდა ნამდვილად. ძალიან კარგი შეხვედრაა, ძალიან კარგი მატჩია. 36-31 იგებს შშს აკადემია. 10 ქულა აქვს აკაკი ლომოურს და 12 ქულა აქვს სერგო ათუაშვილს. საინტერესო მატჩია, ძალიან კარგი მატჩია ნამდვილად. ბრწყინვალე შეხვედრას ვადევნებთ თვალყურს როგორც არ უნდა დამთავრდეს. ბოკოლიშვილი დაკინაღამ ჩააგდო ცენტრიდან. მოგესალმებით ყველას. ცოტა დაძაბული თამაშია ნამდვილად. ძლიერი მეტოქი გვაქვს. ჩვენ ლეგიონერი ერთი დავიმატეთ, კიდევ პირველი გუშინ ერთი ვარჯიში ჩაატარა, არ ვარ შეწყობილები, როგორც მეც ასევე ჩამოსული ვარ რაღაც 5 დღეს და ვეცდებით რომ მაქსიმუმ შედეგი ვაჩვენოთ და მეორე ტურში უკეთესად ვითამაშოთ. მეორე ნახევარში. მეორე ტაიმში რას გამოასწორებთ? ანუ რა არის თქვენი ძირითადი ხაროეზი? უფრო მეტი დაცვა, რა თქმა უნდა, დაცვა გინდა და ბოქსაუტი მოხსნა. მაგია ჩვენ. კარგი, დიდი მადლობა წარმატებები.